აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი ადასტურებს და აცხადებს, რომ მარტში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები მართლაც იგეგმება, სადაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად საქართველოს მონაწილეობს. ირაკლი ალასანი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში ის პრემიერ-მინისტრთან ერთად თურქეთში გაემგზავრება და რეგიონის უსაფრთხოების თემაზე საუბარს გეგმავს. მარტში კი იგეგმება ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ალასანი აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში სამივე სახელმწიფო თანამშრომლობს სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაცია დღეს აზერბაიჯანულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. წვრთნები პერიოდულად ტარდება, სამხრივი ურთიერთობა გვაქვს და თანამშრომლობა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარესთან. მე ამ კვირაში პრემიერთან ერთად მივემგზავრები თურქეთში, სადაც გვექნება როგორც ზოგადად ორმხრივი სახელმწიფო შორის ურთიერთობების განხილვა, ასევე იქნება კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთქმედების გეგმებზე მუშაობა, ასევე მარტში ვგეგმავ სომხეთის რესპუბლიკაში და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩასვლა, სადაც ასევე ვისაუბრებთ და დავგეგმავთ ჩვენ სამხედრო თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეგიონში უსაფრთხოება ერთ ქვეყნის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნება. გვჭირდება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ყველა ფორმატის ამოქმედება და საქართველოს იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ